დეივიდ პარადისოს ისტორია. დეივიდ პარადისოს ცხოვრება ტრაგიკულად დაიწყო მას შემდეგ, როცა 2006 წლის დეკემბერში საშინელი დანაშაულისთვის დააკავეს. მას ბრალი წარედგინა საკუთარი შეყვარებულის, აილინ პელტის მკვლელობისთვის. მათი ურთიერთობა სულ რამდენიმე კვირა გაგრძელდა. ტრაგედია უეცრად მანქანის უკანა სავარძელზე მოხდა, სადაც მათთან ერთად პარადისოს დედა, დებორა იმყოფებოდა. იმ საბედისწერო დღეს დებორა ამტკიცებდა, რომ წყვილს არც კი ჰქონია კამათი, მაგრამ უეცრად დეივიდმა შეყვარებულს ყელში ჩაარტყა დანა, რითაც ადგილზევე გარდაიცვალა. მოგვიანებით მან ახსნა, რომ ეს თავის გადასარჩენად გააკეთა. თითქოს აილინი გეგმავდა მის მოკვლას. დანაშაულის შემდეგ, როგორც კი აილინი გარდაიცვალა, დავითმა აიძულა საკუთარი დედა, რომ მანქანით ქალი კალიფორნიიდან 15 მილის მოშორებით ამადორის ოლქში წაეყვანა, სადაც გზის პირას ცხედარი დააგდო. ეს ამბავი საზოგადოებისთვის იმდენად შემზარავი იყო, რომ ბერს არც კი სჯეროდა მისი სისასტიკის. დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ დანაშაულის მომენტში დეივიდი მეტამფეტამინის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. 2009 წელს დაიწყო სასამართლო პროცესი. ამ პერიოდამდე დეივიდის დედა, დებორა, ძალიან ღიაობდა შვილის ფსიქიკურ მდგომარეობაზე. იგი ამჩნევდა, რომ დეივიდს თვალებში სევდა და დამახასიათებელი ნერვული ნიშნები აღენიშნებოდა. მას ეჭვიც კი გაუჩნდა, რომ შვილს იარაღი ჰქონდა. ამიტომ შესაბამის ორგანოებს აცნობა. ამის შემდეგ მისი საკანი გაჩხიკეს, მაგრამ იარაღი ვერ იპოვეს. დებორას გაფრთხილება უგულებელყვეს, როცა მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე აფრთხილებდა, რასაც იგი მოგვიანებით ტრაგედიის მთავარ მიზეზად მიიჩნევდა. მარტში სასამართლო პროცესის დროს დეივიდმა შეცვალა თავისი პირველი ვერსია. თავდაპირველად ამბობდა, რომ აილინი იმიტომ მოკლა, რომ სიცოცხლის მოსპობის შიში ჰქონდა. თუმცა სასამართლოში განაცხადა, რომ იგი იმიტომ მოკლა, რომ სიცოცხლეს არ იმსახურებდა. ეს სიტყვები იმდენად შემაშფოთებელი იყო, რომ მოსამართლე სინდა ფოქსი იძულებული გახდა დროებით შეეწყვიტა სხდომა. ამ დროს დარბაზიდან ატირებულმა დებორამ, დეივიდის დედამ, ხმამაღლა გააპროტესტა შვილის სასამართლოზე გამოსვლა და მოსამართლეს მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე გააფრთხილა. სხდომის შეჩერების შემდეგ, სწორედ ამ მცირე პაუზისას, დეივიდმა მოულოდნელი ნაბიჯი გადადგა. იგი მოსამართლე ფოქსს უკნიდან მიეპარა და ხელში ბასრი იარაღი ჰქონდა. მოსამართლეს რამდენჯერმე დაარტყა. დარბაზში მყოფებმა სცადეს მისი შეჩერება. საბოლოოდ დეტექტივი ერიკ ბრედლი იძულებული გახდა იარაღი გამოეყენებინა და დეივიდ პარადისოსთვის მიეყენებინა სასიკვდილო ჭრილობები. მოსამართლე ფოქსი სასწრაფოდ გაიყვანეს და მიუხედავად მიღებული ჭრილობებისა, დროულად გამოჯამრთელდა. დეივიდ პარადისო კი ცეცხლსასროლი ჭრილობებით გარდაიცვალა. ამ შემთხვევამ მძიმე კვალი დატოვა მისი ოჯახის ცხოვრებაში. დედა და ძმა, დებორა და აარონ პარადისო ამტკიცებდნენ, რომ ეს ტრაგედია შეიძლებოდა თავიდან აეცილებინათ, თუ სამართალდამცავები დეივიდის ფსიქიკურ პრობლემებს სერიოზულად მოეკიდებოდნენ. აარონის თქმით, დეივიდს პარანოიდული შიზოფრენია ჰქონდა, რაც დადასტურებული დიაგნოზიც იყო. მისი აზრით, ასეთ მდგომარეობაში დეივიდი საერთოდ არ უნდა დაეშვათ სასამართლოზე ჩვენების მისაცემად.